6,000 წაიღო იმან და 4,000 მომწეს მე. აი იმ დღიდან გავხდი ბიზნესმენი. ბიზნესმა არ იცის ნათესავი. ბიზნესმა არ იცის დედა, მამა. ერთჯერ ვთქვი, რომ დედა, მამა და ხო იცი ხალხი, რომელსაც მას არ იცის განათლება იმ დონეზე არ აქვს მიღებული, როგორ დედა უფრო წინ დგას ვიდრე ბიზნესიო. ახლა მე შენ მასწავლებლია, დედა წინ რო დგას ვიდრე ბიზნესი. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ წიგნია ესეთი ახლა არ შემომიტანია აქ. შეჭამე ბაყაყი. ამერიკელების წიგნი გადასარევი. აკოცე ბაყაყს. კაცო, ეს წიგნი იმ კაცმა იმიტომ გამოუშვა, შენ რო წაიკითხო და ის შესტომ არ დაუშვა, რაც იმან დაუშვა, ხო? და მართლა კი არ უნდა აკოცო ბაყაყს, იმიტომ კი არ გამოუშვეს ეს წიგნი. ეს წიგნი იმიტომ გამოუშვეს, რომ მე ვაკოცე მაგ ბაყაყს, მე შევჭამე ეს ბაყაყი და ეს იგულისხმება, რომ შესტომები დაუშვი და შენ რო შესტომა არ დაუშვა, ამიტომ ეს წიგნი წაიკითხე და ჩემ გამოცდილებას უნდა დაეყრდნო. მეორე რა არის ბიზნესში თავარი? 12 წლიდან, 13 წლიდან, 14 წლიდან იწყება ბიზნესი. თუ გინდა რომ რეალური ბიზნესმენი იყო, სულ ბიზნესში უნდა იყოს, სულ გაყიდო, სულ იყიდო, მიუტანო, მოიტანო, ნახო, შეხედო, დაათვალიერო. სხვის შესტომებზე უნდა ისწავლო. შენ შესტომებზე ცოდვა ხარ, იმიტომ რომ მე რამდენი შესტომა დამიშვია, იმ შესტომებიდან უფრო ვისწავლე ბიზნესი, ვიდრე ბიზნესიდან ბიზნესი. წიგნი უნდა წაიკითხო 50% და 50% უნდა მიიღო პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი. პირველი, ბიზნეს როცა იწყებთ, ყოველთვის უნდა იყოთ კარგი ჩაცმული. მეჩქარება არ არის. რაც გაქვს ის ჩაიცვი. არავინ არ გეუბნება შენ რომ ჩაიცვა ის, რაც მაგალითს ვამბობ, ამ კაცაცვია. ეს პროკურორი შვილია. ეს პროკურორი შვილია, ეს პოლიციის უფროსი შვილია, ეს მოსამართლის შვილია, ფული აქვს. ესე ვფიქრობ ჩვენ ყველას და იმას აცვია. ჩვენ არ გვაქვს ჩასაცმელი, ხო? მაგრამ იმას არ უყუროთ, ის პროკურორი შვილია. მე ამ წუთას ვამბობ ბიზნესი როგორ გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა იყო ჩაცმული. დაბანილი, ესეთი გამონათქვამი არ არსებობს, არ გაგიკვირდეთ. წიგნში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელები ამ სიტყვას არ იყენებენ და არც ევროპელები. მაგრამ მე ვიყენებ და ჩემ წიგნს მალე გაჩუქებთ. ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული და როცა შესახვედრად